მოგესალმებით მეგობრებო. აი კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩავწერო ამ ხელისუფლებამ კრიზისული სიტუაციები, გინდა გავრილობის ღამე, გინდა რუსული კანონის ღამე, ნუ გადალახენ რა, გადალახენ მეტი არაფერი. მე მგონია ამ წუთას აი იმ დონის კრიზისული სიტუაცია უდგას, როგორც თქვა გავრილობის ღამეს უდგა, როგორც რუსული კანონის ღამე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეტი ხალხი იყო და ახლა ცოტა ნაკლებია. აი ამ წუთას მათ უდგას კრიზისული მომენტი ამ ფაქტის გაჟერების მერე, რასაც ქვია საკუთარი ხალხის აი მოწამვლა და გამეტება სიკვდილისთვის რა. აი მეტი რა უნდა მოხდეს, კიდევ არ ვიცი რა. მეტი აი მართლა არ ვიცი, აი მეტი რა უნდა გაგიკეთოს ხელისუფლებამ, როცა წამლებს და სიკვდილისთვის გიმეტებს 200,000 ადამიანს. გასხავს წამალს, რომელიც მოკლავს. დღეს ხვალ თუ 1 წლის თუ 5 წლის მერე. რომელიც სიმსივნეს გაგიჩეს 7 წლის მერე. რა მნიშვნელობა გაგიმეტა სასიკვდილო. და თუ ჩვენ ახლა ეს ვერ შევძლებთ, კიდევ ერთხელ გადავაგორეთ რაღაცნაირად. თუ ეს თემა ვერ ავწიეთ, როცა ამ თემით შეიძლება მთელი სოფლიოს შესანზარება და თელმა სოფლიომ შეიძლება გამოთქვას პროტესტი. აი არ ვიცი რა, გთხოვთ სულ ყველას. ეს თემა არ დავწიოთ ძირს, აუცილებლად გავაკეთოთ ერთი აქცია, არ ვიცი რომელ დღეს, კვირა, შაბათს, ორშაბათს, სამშაბათს, არ ვიცი, მაგრამ რომ უნდა გავაკეთოთ და რომ ეს თემა აღარ დავწიოთ ძირს და ესეც არ შევარჩინოთ, ამაში ვარ ნამდვილად დაწუნებული. და მოგიწოდებთ სულ ყველას. ვიბრძოლოთ ბოლომდე. ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. თორემ ამ ხელისუფლებამ გავწირა სიკვდილისთვის და მოკლავს ნენელა.